სასამართლო ტელემაყურებლობა. ტელეკომპანია თრიალეთი იწყებს ახალ რუბრიკას გაცნობა. ჩვენი გადაცემის მიზანია უფრო ახლოს გაგაცნოთ და ნათლად წარმოგიდგინოთ იმ ადამიანების სულიერ და მატერიალური სამყარო, რომლებმაც განუზომელი ღვაწლი დასძეს ქარელის რაიონს. ზღვასავით ვრცელი და უნაპიროა მათი დამსახურება თანამოქალაქეების წინაშე. საზოგადოებამ მათი ასეთი დიდი ღვაწლი საპატიო მოქალაქის წოდებით დააჯილდოვა. დღეს სტუმრად ვიმყოფებით ადამიანთან, რომელმაც გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, ცხოვრების ნახევარზე მეტი ხალხს შეალია. უპრეტენზიო, თავდაბალი, კეთილშობილი, ქალბატონი თამარ წიწუაშვილი. ქალბატონო თამარ, მე მინდა მოგივოცოთ 1998 წელი. ისურვოთ ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე. როგორია თქვენი საერთო განწყობილება ამ ახალ წელს? ახალ წელს ჩემი საერთო განწყობილება ისეთივეა, როგორც ყველა რიგითი ქართველი მოქალაქის დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, მაგრამ მაინც იმედიანი. განსაკუთრებით მახარებს ის ამბავი, რომ ამ ცოტა ხნის წინათ ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი ბატონი ედუარდ შევარდნაძე, რომელსაც მოუწყვეს ძალიან გულთბილი შეხვედრა, ღრმავდება მეგობრული ურთიერთობა ისრაელსა და საქართველოს შორის და ეს ჩემთვის ძალიან დიდი სიხარულის მომტანია იმდენად, რამდენადაც მეც ვაპირებ ისრაელში გამგზავრებას და ასეთი ურთიერთობა უფრო გამიადვილებს საქართველოს დატოვებას, თითქოს უფრო ახლოს ვიქნებით მაინც ერთი მეორესთან. 40 წლის განმავლობაში თქვენ ემსახურებოდით საკმაოდ რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს ქარელის რაიონულ ბანკში. აქედან 23 წელი კი ბრძანდებოდით ბანკის მმართველი. რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ ბრძანდებით თქვენი საქმის დიდი პროფესიონალი. ასეთი დიდი ღვაწლი გარდა საპატიო მოქალაქისა, რით იქნა დაფასებული? გარდა საპატიო მოქალაქის წოდებისა, რომელიც ეს არის ქარელის საზოგადოების აღიარება ჩემი სამსახურის, რესპუბლიკური ბანკის ხაზით მომინიჭა სახელმწიფო ბანკის ფრიადოსნის წოდება და დაჯილდოებული ვარ შესაბამისი სამკერდე ნიშნით. ეს გადაწყდა რესპუბლიკურ ბანკში და შემდეგ მოსკოვთან შეთანხმებით. ისე რომ ცენტრალიზებული სისტემა იყო სახელმწიფო ბანკის სისტემა უაღრესად ყველაფერს მოსკოვი განაგებდა და იმათ გარეშე არაფრის გაკეთება არ შეიძლებოდა. აი ისე რომ მოსკოვის ასე ვთქვათ ცნობა მაქვს სპეციალური მიღებული, რომ ეს წოდება მომეცა. ქალბატონი თამარი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც შეიძლება ქცეული უწოდო. ქარებში ძნელად თუ მიძებნება ახალი თუ ძველი თაობის ადამიანთა შორის ისეთი, რომელსაც არ სმენოდეს მისი პროფესიონალური დონის შესახებ. იმ დროს ხელმძღვანელობდა ქალბატონი თამარი ქარებში ერთადერთ არსებულ ბანკს, როდესაც სახალხო მეურნეობა მართლაც მთელი დატვირთვით მუშაობდა. მე მასთან 8 წელი ვიმუშავე, მან მიმიყვანა ბანკში. ეს პერიოდი დიდი სიყვარულით და სითბოდით შეიძლება აღნიშნო, გავიხსენო. ქალბატონი თამარი იყო უშუალო, ძალიან ნიჭიერი, უდიდესი გონების პატრონი. ის ყოველთვის მობილიზებული იყო და ყოველთვის მობილიზებული ყავდა თავისი თანამშრომლები. დიდი გაანგარიშებით და სიზუსტით იცოდა მან ყოველი ოპერაცია, ეს შეეხებოდა საკრიპტო განყოფილებას, ბუღალტერიას თუ სალაროს. ქალბატონი თამარი უშუალო სიმტკიცით, სიდინჯით და სიმართლით ასრულებდა თავის მოვალეობას. მას არ ხიბლავდა რაიმე, არავის მუქარის არ ეშინოდა, არ ეშინოდა ზარის დარეკვის ზემოდან, იმიტომ რომ სიმართლე ყოველთვის მის მხარეს იყო. ძალიან ბევრი კარგი შეიძლება გავიხსენო მის შესახებ. ის იყო ნამდვილი ხელმძღვანელი. დღევანდელ პერიოდთან განსხვავებით, მაშინ სულ სხვა მუშაობა მიმდინარეობდა, რა თქმა უნდა, ეს დრომ განაპირობა. ძალიან დატვირთულები ვიყავით საქმის თანამშრომლები. იყო დასაკრედიტებელ ობიექტებზე ანალიზი გასაკეთებელი და ამას რატო უსვამ ხაზს, რაღაცა მინდა გავიხსენო მის შესახებ, რომ ისეთი უშუალობით, ისეთი დონით გამოირჩეოდა ის,
რომ არასოდეს გაგრძნობინებდა თუ მან შენზე მეტი იცოდა. ყოველთვის ეს იგი უხერხულობიდან გამოგიყვანდა ის შეიძლება ეს ანალიზი, ესა თუ ის საქმე, შესრულების აქტი, რამდენჯერ შეეცვლევინებინა მას, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ ამას ისეთი სიდინჯის, ისეთი დამოკიდებულებით აკეთებდა, რომ ყოველთვის უხერხულობიდან გვიხსნიდა. ერთი რამე მინდა გაიხსენო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის დიდი პროფესიონალი იყო, თავისი სამსახურის, თავისი თანამშრომლების დიდი მოსიყვარულე, ნამდვილი ხელმძღვანელი. მახსოვს თუ არ ვცდები 90 წელი იყო 29 აპრილი, როდესაც მიწისძვრა იყო. მე მან დამიძახა, რომ რაღაცა საქმე შემეტანა მასთან და ერთად განგვეხილვა ის. როდესაც დავჯექით სკამზე, მიწისძვრა და მაშინაც წამოვხდით ორივენი. ჩვეული სიდინჯით. მაგიდან მიალაგა, ამ დროს დაძაბული ვარ მე. თან არ მინდა რომ თანამშრომლზე, ხელმძღვანელზე ადრე გამოვიქცე, მაგრამ პროს მაინც დამოვიწყდა ის რომ ხელმძღვანელი იყო, მე ბავშვებისკენ გამიქცე გონება და გამოვიქეცი. თვის ბოლო იყო და ავარებელი კლიენტები ყავდა მაშინ ბანკში. გასწრებაზე ვიყავით ყველანი, რომელს გავასწრებდით და მოვიხედე ამ დროს და ქალბატონი თამარი ჩვეული სიდინჯით, მაშინაც კი კაბინეტებში დარბოდა, რომ არც ერთი თანამშრომელი არ დარჩენილიყო შიგ და მანამ არ გამოვიდა ბანკის შენობიდან, სანამ ყველა შენობის გარეთ არ დაგვინახა. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი თამარი მომთხოვნი და სამართლიანი იყო, პირველ რიგში თავის მიმართ იყო იგი მომთხოვნი. რადგანაც არ უნდა შევსულიყავით მასთან კაბინეტში, ის ყოველთვის დაკავებული იყო, ხან წერდა, ხან ანგარიშობდა, ხან კითხულობდა, მაგრამ თავისუფალ დროს მაინც განონახავდა, შემოდიოდა ჩვენთან საკრედიტო განყოფილებაში, შემოქონდა ახალი წიგნები, გაზეთები, რომელიც საკითხული ჰქონდა დამუშავებული და მონიშნული, რომ ჩვენთვის გაეცნულის ახალი. უყვარდა პოლიტიკაზე საუბარი, უყვარდა ძალიან პოეზია. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ის ჩემთვის არა მარტო ხელმძღვანელი იყო, არამედ მეგობარი. ძალიან კარგი დარიგება იცოდა, კარგ გზაზე დაგაყენებდა ყოველთვის ის. ძალიან ბევრი შეიძლება ითქვას კიდევ ქალბატონ თამარის შესახებ, მაგრამ ცოტა უხერხულობის გრძნობაც მეუფლება, რომ არ მინდა ამდენი იქებით ის შევაწუხო. ერთ კურიოზს გავიხსენებ. დროის უბრალოდ დაკარგვა ეძნელებოდა ძალიან მას. ალბათ ბანკის თანამშრომლები, ვისაც კი მასთან უმუშავია და ამ გადაცემას უყურებენ, დამეთანხმებიან, რომ 1 საათითაც რო დაავთხოვილიყავით, მას ყოველთვის ვეკითხებოდა, რატომ, სად მიდიხართ, რა გჭირდებათ და ერთხელ ბიძაშვილის ქორწილი მქონდა და შევედი და ვთხოვე, რომ ერთი დღით გავათავისუფლებინე. მან თხოვა, მკითხა, რისთვის მინდოდა ეს ერთი დღე და რა თქმა უნდა გამიშვა, მხოლოდ მითხრა, რომ ეს ყველაფერი შვებულების ანგარიშში იქნებაო. მე რა თქმა უნდა რამდენიმე ხნის შემდეგ შვებულება დავამთავრე, გავედი შვებულებიდან და მეუბნება ციცო გენიცვალე. რატომ არ იყავი გუშინ სამსახურში, რატომ არ გამოცხადდი? ქალბატონო თამარ დღეს დამიდგა გამოსვლის დრო მეთქი სამსახურში და გამახსენა ეს ამბავი, შენ რომ განცხადებაში დავიწერე შვებულების ანგარიში რომ გაგიშვი. ხომ არ დაგავიწყდა, ასეთი უხერხულობის წინაშე აღმოჩნდი მე მასთან. დღეს როდესაც ქალბატონი თამარი ქარელის რაიონის საპატიო მოქალაქეა, ეს არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს. უბრალოდ დღევანდელმა ხელმძღვანელობამ გააკეთა ის, რაც დიდი ხნის წინ უნდა გაკეთებულიყო. ქალბატონი თამარს სარგებლობ შემთხვევით და ტელევიზიის საშუალებით მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა პირველ რიგში, დიდხანს სიცოცხლე და კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ქარელის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება. ახსენეთ ისრაელი, მიბრძანდებით ისრაელში, ქალბატონო თამარ. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ გაქვთ აუარებელი წიგნი, შესანიშნავი ბიბლიოთეკა. რა თქმა უნდა, ამ წიგნების წაღება ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოხერხდება. მაგრამ თქვენს ბიბლიოთეკას ამშვენებს ესეთი წიგნებით, რომლებიც დასატოვებლად არ გემეტებათ. ხომ ვერ მეტყვით, რომელია ეს წიგნები? ყველა წიგნი ძალიან მიყვარს, მაგრამ არის განსაკუთრებულები, რომლებიც რა თქმა უნდა, ყოველთვის ჩემთან უნდა იყვნენ. ეს არის დედაჩემის ნაქონი ვეფხის წყალოსანი. მამაჩემის მიერ ჯერ კიდევ ომის წლებში ნაყიდი
გივი გაჩეჩილაძის მიერ ქართულად თარგმნილი ინგლისური ლექსები და ბალადები, რომელიც ძალიან იშვიათობა იყო იმ დროს, მცირე ტირაჟით იყო გამოსული და ძალიან მიყვარს. ბევრი ვინმე ცდილობდა ჩემთვის ამ წიგნის წარსებას, მაგრამ არავის დახანებე. ამის გარდა მე მინდა თან წავიღო ვაჟა, ილია, აკაკი, თითო პატარა წიგნი მაინც, რომლებიც ალბათ ჩემთვის განუყრელი უნდა იყოს. მინდა წავიღო მურმან ლებანიძე, ანა კალანდაძე და კიდევ ზოგიერთი სხვა წიგნი, რომლის წაღების შესაძლებლობაც მომეცემა. ხალხო თამარ, ნოსტალგია გრძნობა, რომელიც თქვენ აუცილებლად აგეუფლებათ ისრაელში. რითი აპირებთ ამ გრძნობის გაქარწყლებას, გაქარვებას? ნოსტალგიის გრძნობა პირველ რიგში ალბათ ქართულმა წიგნმა უნდა გამიქარვოს, ქართულმა სიტყვამ და ამის გარდა სურათები მიმაქვს ქარელის ხედებით. ქარელსაც გავიხსენებ. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ფართო ურთიერთობა მექნება ქართველ ებრაელებთან, რომლებიც ძალიან დიდი რაოდენობით არიან იმ ქალაქში, სადაც ჩვენ მივდივართ. გადმოცემით ვიცი, რომ 11,000 ქართველი ებრაელი ცხოვრობს იმ ქალაქში, სადაც ჩვენ ვაპირებთ წასვლას. რა თქმა უნდა, თან გამყვება აქაური ადამიანების სითბო, სიყვარული და ასეთივე სითბო და სიყვარული დამრჩება აქ ამ ადამიანებისა და მათი გახსენება ჩემთვის ყოველთვის რაღაც შვების მომტანი იქნება. როდესაც მითხოვეს, რომ მე ლაპარაკად ამბობ ციტუაშვილის ბავშვობაზე, მეგრები უბრალოდ მეც გამახსენდა ჩემი ბავშვობა და ის წლები, როდესაც ჩვენ ერთად გავატარეთ. თამრიკო ციტუაშვილზე შეიძლება ითქვას, რომ ის იყო ძალიან წყნარი ბავშვი, წყნარი მოსწავლე, ჩამოყალიბებული, სიფარულისა და სათნოების განსახიერება. ეხლა როდესაც გადავხედავ ჩემ წარსულს, სულ მახსენდება აი ეს კლასი, სადაც ვიჯექით მასწავლებელი სადიდი და თამრიკო სადიჯი და მე სად ვიყავი. და როდესაც ბუნებრივად დაიწყებოდა ზარი, ყველა ბავშვები გავდიოდით გარეთ, შეგამორით, სიცილით. თამრიკო პირიქით, ყოველთვის იჯდა თავის მერხზე და ვიყურებდა ჩვენ მას ვაკეთებდა, როგორ ვიქცეოდით. და ყოველთვის მოგემარი სახით ვიყურებდა. მახსოვს ალბათ, რომ ეს ყველა ჩვენმა თანაკლასებმა იცის, რომ თამრიკო ციტუაშვილი ძალიან ლამაზად წერდა და ძალიან ფაქიზად წერდა. ალბათ იმის შედეგი იყო, რომ მას ძალიან ეხერხებოდა ხატვა და ხატავდა ხოლმე სხვადასხვა ხატებს. განსაკუთრებით უყვარდა ქალებისა და გოგონების ხატვა, ესეთი რეკილი ცვლილებით, რომ ხატავდა ვინმეს. აი მისი ამის აღსანიშნავად მე შემორჩენილი მაქვს ორი ხატი, რომელიც მან მე მომიწყდა როგორც თავის ახლობელ მეგობარს. ჩვენი კლასი საერთოდ წყნარი კლასი იყო და მაგრამ ყველა კლასში გამოერევა ესეთი რაღაცა, რომ აი კლასი უნდა ახმაუროს და რაღაცა სიმხიარო შეიტანოს. ჩვენ კლასში ესეთი იყო აზურყიფიანი. და ერთხელ დაახლოებით მე მგონი მე-10 კლასში ვიყავით და მაშინ ჩვენ მელები ქონდა ხოლმე და მელებში ვაწოდით კალმით და ისევ წერდით საკონტროლო წერებს. საკონტროლო წერის წინ ხლა ყველას გამიზადებული გაქვს მელები და მაგრამ ზარი იყო და გარეთ გავით რომ გავსულიყავით ჰარეზე. თამრიკოც ბუნებრივად გარეთ გამოვიდა. და როდესაც შემოვიდით კლასში, ვხედავთ, რომ ჩვენი მელები ყველანი დუღს. ესე იგი, თურმე აზურის მოუტანი აქვს კარბიტი, ჩაუსია ყველა მელაში და ყველა მელები ეს აფუფუხებულია და არის დუღს. ჩვენ ძალიან ბუნებრივი ესეთი შეიძლება გქონდა, რომ შეიძლება რომ საკონტროლო და ჩავშლიდა თამრიკო. იჯდა ისე განუძლებლად, შეიყო ხელი მელში და თურმე მას წამოღებული ქონია ზედმეტი მელანი, სამელი, დაადგო და გააგრძელა წერიმაზე, ამას არ მოქმედია. ასე რომ თავიდან ესეთი თავის გარშემო აღჭურდა ყოველთვის ეს სათნოება და სიმშვილის გარემოსა ქმნიდა. ჩვენი კლასი ნამდვილად კარი კლასი იყო, დიდან ჩანს, რომ ჩვენ დავამთავრეთ 27-მა ბავშვმა და აქედან 17-მა დავამთავრეთ უმაღლესი სასწავლებელი. ნუ გავდადო და მე ჩვენ ყველანი ჩვენი გზა გამოუძებდი ცხოვრებაში და თამრიკოც მოგონება ქარეში ბანკის მმართველად. ეხლა მე უფრო კარგი ურთიერთობა მქონდა თამრიკოსთან და ხშირად მივდივოდი ხოლმე ბუნებრივია სხვათანაც. მაგრამ რამცი რატომაც ესე მოხდა, რომ ეს სათონდა ჩვილი გოგონა და ესეთი ფაქიზი ქალბატონი ყოველთვის თავის 9 კრიტოებში და თავის სამსახურში. მე მაგალითად თავისუფლად შემოწასულიყავ ვერივარ ძერაშვილთან
ნათლია გურგილაძესთან სამართლობაში შედოდი ნახარდილი ლაპარაკებს რომ მსოფლო მქონდა იგი ასევე დაშვებთან წავედოდა ელექტროქსელში თვითონ აზოტრეფიათან იმაში რა ქვია კავშირში მაგრამ თამრიკოს რომ უნდა მისულიყარი ალბათ ახსოვთ ესე რა ქვია კადრებს როგორ იყო მაშინ ბანკის შენობა ძალიან დიდი კარები ჰქონდა პოლკოვის დაგეგმილი იყო ატარა სპონდერაფია ფანჯარა იქ უნდა დაიკარგებდა გამოიხელებდა მილიციონერი ინგენებად მე ვიტყოდი თუ არის მართლი მოიცადე დახურაგებს წავიდა როდის გამოჩნდებოდა მე მითხარი არის თუ შეუძლია რომ მიმიღოს მოიცადე კიდე წავიდოდა ალბათ შეეკითხებოდა იქ რა ხდებოდა მე არ ვიცი და მე გასწრება ალბათ განკარგულებას ამიგო და შენიშნდა ხოლმე შევიდოდი მაგრამ მე მაინც არ ისე რა თქმა უნდა ყოველთვის შევიდოდი მასთან თავისუფლად ვინაიდან მეცეთი საშვი მქონდა რომელიც თავისუფლად კი ალბათ პრეზიდენტის კარიერასაც ტიულად განვითარდა ვინაიდან ჩვენ დაკავშირებდა ერთი მერხი და ეს მერხი იყო ეს ჩვენი საშვი კიდე აგრეთვე ვაკვირდებოდი რომ თქვენ ალბათ ყოველივე მითით რომ ქალის ჩაცმულობის ძირითადი ატრიბუტი არის აგრეთვე ჩანთერი ჩვენ ვატარებთ ხანგრძლივ ჩანთებს, ხან მოკლეს, ხან გადავიქნებთ, რომ თამბოს ყოველთვის ხელში ეჭირა პატარა შავი ჩანთა. და ერთხელ ვკითხე, უბრალოდ მაჩვენე მეთქი, რა გაქან ჩანთაში ასე თხილები და ასეთი ხმები მოკლებული. და ნახე, შავი ხიდი გავხსენი და გული გამისდა. დავინახე შიგარის იარაღი, შავი ისეთი მძიმე იარაღი. მე ვთქვი, გამიგო რა გინდა ისა, რაც მინდა და იმიტომ მინდა რომ აი დაუშვათ ბანკში რომ შემოდენ ძარცველები, მე ჩემი თავნა დავიწო. მე იმდენი ვიცნებს, ამზე დაჯერდი, წარმოვიდგინეთ რა თამრიგო. ასეთი სათნო ქალი ამ იარაღით ხელში იცავს თავის თავს, აი ეს ძარცველებისაგან. ეს თვით თამრიგო ძალიან შვიდი გუნების ადამიანი იყო, ძალიან კარგი მეგობარი იყო და მე მინდა რომ ასუსურო თავისი სიმშვიდე გასწო ეს რა ქვია თავის სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნებინოს და რასთავი მინდა რომ ჯანმრთელი იყოს, კარგად იყოს და ჩვენი მეგობრობა რომ სრულ და დაუსრულებლად იყოს და იყოს და რასოდეს შეწყვეტილი იყოს. აპირებთ თუ არა საზოგადოებრივი საქმის გაგრძელებას და რა საზოგადოებრივი საქმით იქნები დაკავებული? საზოგადოებრივი საქმეები რა თქმა უნდა, იქ საზოგადოებრივ საქმეს მნიშვნელობას ისე ვერ გააკეთებ, თუ არ გეცოდინება ებრაული ენა. ენა გადამწყვეტია, მაგრამ ვიდრე მე ებრაულ ენას შევისწავლიდე, არსებობს ქართული გამოცემები, ჩემი ქართული ენით რისი გაკეთებაც შემიძლია. არსებობს ქართული გამოცემები, გამოდის ჟურნალი დროშა, გამოდის გაზეთი ალია საქართველოდან და თუ კი საშუალება მომეცემა სიამოვნებით ვითანამშრომლებდი აი ამ ქართულ გამოცემებში. და შემდეგ თუ კი მე შევძლებ რომ ენა ვისწავლო და თუ კი შევძლებ რომ ვინმეს რაიმეში გამოვადგე საზოგადოებრივ საქმიანობაში შეჩეული ვარ და ყოველთვის მსურველი ვიქნები რომ იქაც რაიმე საზოგადოებრივი საქმიანობით ვიყო დაკავებული. დაუშვათ ქალბატონო თამარ, არის 1980 წელი. თქვენ ბანკის მმართველი ბრძანდებით. საზღვრები ისრაელსა და საქართველოს შორის კი გახსნილი. დატოვებდით თუ არა საქართველოს? ასეთ რა ცოტა ძნელი არის ამაზე ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ ეს ისტორიული პროცესია ჩემი აზრით, რომ ებრაელები ბრუნდებიან თავიანთ ისტორიულ სამშობლოში. კაცობრიობის ისტორიის განუყრელი ნაწილია და რომ გავაანალიზოთ, ვიტყვი რომ ალბათ დავტოვებდი. თქვენი სამშობლოა. აი ყველაზე მეტად რისი დატოვება არ შეგიძლია და დასატოვებლად ვერც მოხდ საქართველოში? ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, მამა პაპეული, უბრალო სახკარი, მეგობრები, ნაცნობები და წინაპრების საფლავები. ჩემი მშობლები აქ არიან დასაფლავებული, ჩემი ძმა და რა თქმა უნდა ძალიან ძნელია საფლავების მიტოვება. ქალბატონო თამარ, თქვენთვის ყველაზე ბედნიერი დღე თქვენ ცხოვრებაში? ალბათ სტუდენტობის პირველი დღე. როდესაც პირველ კურსებში შეგვხვდნენ დიდი მეცნიერები, დიდი ადამიანები, უნივერსიტეტის რექტორი ნიკო კეცხოველი და ეკონომიური ფაკულტეტის დეკანი ნიკო ქოიავა. მათი მაშინდელი დარიგებები მე ალბათ სიცოცხლის ბოლომდე გამყვება. ისეთი ფრცნული დარიგებები მოხსეს. თელს სიცოცხლეს მდევს მე მათი დარიგება.
ქალბატონო თამარ, ვიცით რომ ძალიან გიყვართ ხელოვნება. და ქართულ ხელოვნებას თავისი განსაკუთრებული ადგილი უკავია მსოფლიო ხელოვნებაში. აი რას გამოყოფთით ქართული ხელოვნებიდან? საერთოდ ხატრობას მიყვარს, მუსიკაც მიყვარს, მაგრამ ყველაზე მეტად მე მაინც ქართული ხელოვნებიდან ქართულ კინოს გამოვყოფდი, ქართული კინო ძალიან მიყვარს. და საყვარელი ტელეფილმი? ჩემი ყველაზე საყვარელი ტელეფილმი არის სერენადა ტელეფილმი, მაგრამ კინოფილმი თეთრ და კოტე. წიწვაშვილზე მეც თავისუფლებას მივცემ და თავრიკოთი მოიხსენიო. შემიძლია ჩემი დაცნობობა გავიხსენო ბავშვობიდან, თუმცა მის სკოლის პერიოდზე თავისი თანაკლასელები ალბათ უკეთ ილაპარაკებენ, მოიგონებენ, მაგრამ ერთია რომ მეც ჩემი მოწაფეობიდან მახსოვს თავრიკო წიწვაშვილი. შორიდან ვიცნობდი სახელითა და გვარით, როგორც წარჩინებულ უფროს კლასელ მოსწავლეს. თავრიკოს ოქროს მედალზე აქვს დამთავრებული სკოლა. ძალიან კარგი კლასი იყო მახსოვს. თავრიკოს კლასი ძალიან კარგი, ბევრი კარგი ახალგაზრდა, ნიჭიერი ახალგაზრდა სწავლობდა და კარგადაც დაამთავრეს სკოლაც და ბევრმა უმაღლესი სასწავლებელი. მაგრამ თავრიკო გავიცანი უფრო და ჩვენი მეგობრობა დაიწყო ჩემი აღმასკომისში მუშაობის პერიოდში. მაშინ თავრიკო ბანკში მუშაობდა, განყოფილების უფროსი იყო, მმართველის მოადგილეთა ითვლებოდა და შემდეგ მალე მმართველიც გახდა. ვინც თავრიკოს მხოლოდ ბანკის მმართველს იცნობს და ახსოვს როგორც ხელმძღვანელი ქალი მუშაკი, შეიძლება ეგონოს რომ თავისი პროფესიის გამო ეკონომისტი, რატომღაც შეიძლება ეგონოთ აი ესეთი არასაინტერესო მშრალი პროფესიისა და სპეციალობის მქონე. მაგრამ ვინც თავრიკოს ახლოს იცნობს, ალბათ იმასაც ჩემნაირი შეხედულება ექნება. იმაში რომ თავრიკო თავისი საქმის ძალიან კარგი, მცოდნე, კომპეტენტური ადამიანია, ნამდვილი პროფესიონალია, ალბათ ერთსულოვანი ვიქნებით ყველანი ისინიც კი ვინც შეიძლება თავრიკოს თავის დროზე ცოტა ისე არ უყურებდა და ცოტა ეგონათ რომ ბანკის მმართველი ქალი ძალიან კაცრი იყო, ზოგს შეიძლება უსამართლოც ეგონა, მალათ და მალათ, მაგრამ თავრიკო იყო სამართლიანი, ასე ვიცნობდით, ვინც ახლოს ვიცნობდით, ობიექტური, შეუვალი და პრინციპული. აი მის პროფესიონალობას ვერავინ ვერ უარყოფს და საქმის ასლა ცოდნას, როგორც აქ, ისე თავის შემდგომ ორგანოებში, რესპუბლიკურ კანტონაში და სხვა. მაგრამ მე მინდა ერთი ორიოდე სიტყვა იმაზეც ვთქვა, რომ თავრიკო მიუხედავად აი ამ თავისი ესეთი სამსახურისა, რომელიც შეიძლება ესეთ ასპარეზს არ აძლევდა, რომ გამოიჩღავნებინა თავისი თავი პიროვნება, როგორც მართლაც მრავალმხრივ განათლებული, განვითარებული ადამიანი. აი მიუხედავად ამისა, მაინც შინაგანად ძალიან კულტურული, ნამდვილი ინტელიგენტი გახლავთ და ძალიან გემოვნებიანი. ძალიან უყვარს ლიტერატურა, პოეზია, განსაკუთრებით ქართული და ჩემ და გასაკვირათაც კი ეხლა ქართული ლიტერატურა, რომ ქართველებსაც და არაქართველებსაც გვიყვარდეს, ეს თითქოს უჩვეულო არ არის, მაგრამ თავრიკოს ისეთი ძალიან უყვარს ქართული ენის გრამატიკა, ეს მშრალი, თითქოს მოსაწყენი და ძნელი საგანი, რომ პირდაპირ გასაოცარია. ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუშიც თვითონ ამბობს, რომ როცა ჩემ ფაკულტეტზე გავიგე, რომ ქართული ენა არ ისწავლებოდა, მე ძალიან მეწყინა და კინაღამ თავი დავანებეო. აი ამისთვისაც კი, რომ ასე ძალიან უყვარს თავრიკოს ქართველები და ქართული, აი ძალიან მიხარია და სამართლიანად მიმაჩნია
თავრიკოსთვის საპატიო მოქალაქეობა, რომელიც აი სულ ახლა მიიღო ქარელის საპატიო მოქალაქეობა და მე მადლობელი ვარ ყველასი, ვინც აი ეს გააკეთა, ვისაც შეიძლება ამის გაკეთება და ვინც მოიწონა და კარგად შეხვდა ამ ამბავს. თავრიკო არის უღალატო მეგობარი. ეს ნამდვილად იციან მისმა მეგობრებმა. უღალატო მეგობარი. არადროს თავის მეგობრობას და ურთიერთობას ადამიანებთან არადროს არ აგებდა რაიმე სხვა მიზნით, ასე ვთქვათ, აი ანგარებისა და იმის მიხედვით თუ ვინ როდის გამოადგებოდა, რაც ზოგჯერ სამწუხაროდ ასე არ არის ხოლმე. მით უმეტეს ახლა ზოგმა ესე აუღვალო საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს, რომ ადამიანებთან ურთიერთობაშიც კი ამ პრინციპებით მოქმედებს. თავრიკოზე ასე არ ითქმის. რა შეიძლება ახლა ვუსურვო მე თავრიკოს აი ახლა ჩვენთვის მეგობრებისთვის, ნაცნობებისთვის ცნობილი არის, რომ თავრიკო წასვლას აპირებს თავის ისტორიულ სამშობლოში. რა შეიძლება უსურვოს დედა სამშობლოდან 9 ზღვისა და 9 იქით ისტორიულ სამშობლოში მიმავალ მეგობარს. აი მე მინდა უსურვო თავრიკოს, რომ გადაელახოს აი ეს ძალიან რთული პერიოდი. გადაელახოს, მერცავთხოვ, რომ სიძნელე გზისა გაუადვილდეს. ის სიძნელები, რაც დაკავშირებული იქნება ალბათ აი ამ ძალიან მართლაც და ძნელად გადასაწყვეტ ამბავთან, ვუსურვებ, რომ თავრიკოს იქ დახვედროდეს ისეთი ხალხი, ვინც მას გაუგებს, გაიცნობს ისეთს, როგორიც არის და მე დარწმუნებული ვარ, რომ თავრიკო იქაც თავის თანამემამულებს, ახალგაზრდებს გამოადგება. თავრიკოსნაირი მუშაკები იქაც საჭიროები არიან და აი აქაც ეხლა მით უმეტეს და ყოველთვის აი ესეთი მოწესრიგებული და პრინციპული ადამიანები ყველა საზოგადოებაში და ყველა დროში საჭიროები არიან. მე უსურვებ თავრიკოს დიდი ხნის ჯანმრთელ სიცოცხლეს, სულ კარგი ამბები გამოიგოს შემდგომში თავრიკოსგან და იმას უსურვებ, რომ თავრიკოსაც აქედან ძალიან კარგი ამბები გაიგოს თავის საყვარელი საქართველოდან, ქარელის რაიონიდან, ქარელიდან. მე კი ჩემს საყვარელ ქარელებს, ჩვენს მაყურებლებს ერთი რამ მინდა ვურჩიო. რა თქმა უნდა, ჭკუის დარიგებას არ ავთვლი, მით უმეტეს ჩემზე ჭკვიანი ხალხი ყოველთვის ერიდება სხვისთვის ჭკუის დარიგებას, თუმცა ვფიქრობ ხოლმე, რომ ისეთი ხალხიც კი ბოდიშით ამბობს ხოლმე ამას, რომ ვისგანაც ყველას დაგვირიგება ალბათ ჭკუა. ერთი რამე მაინც მინდა ვურჩიო ჩემს მეგობრებს, ჩემს ნაცნობებს. მგონი ამ გადაცემას ჰქვია ასეთი რუბრიკა არის, მე მგონი გაცნობა. და რა კი აი ამ გადაცემას გაცნობა ჰქვია, მე მინდა ვირჩიოთ ყველას. ჩემი დაკვირვები და ჩემზე ჭკვიანი ხალხის აზრით მგონი ეს არის, ადამიანები გაცილებით უკეთესები არიან, ვიდრე ჩვენ გვგონია, ვიდრე ჩვენ ვიცით. ამიტომ მეგობრებო, გირჩევთ ყველას, დაკვირვებით მიმოიხედეთ ირგვლივ. მართლაც და გაცილებით უკეთესი ადამიანები არიან. უბრალოდ ხელი მიეცით ადამიანს და უკეთესად გაიცანეთ ერთმანეთს. თავადო თამარ, თქვენ რაიმე კურიოზული შემთხვევა ხომ არ გექნებოდა თქვენ ცხოვრებაში, მიუხედავად იმის ძალიან სერიოზული ქალბატონი ბრძანდებით. სიმართლე გითხრათ, კურიოზებით მდიდარი არა ვარ, მაგრამ მაინც ამ ცოტა ხნის წინანდელ ამბავს გავიხსენებ. მოგეხსენებათ, დღევანდელი ბანკის შენობის მშენებლობა ჩემი მმართველობის პერიოდში დაიწყო და დამთავრდა. ძალიან დიდი ენერგია დასჭირდა ამ მშენებლობას, ყურადღებას ვაქცევდი, მივდიოდი, ისე რომ დაწესებულ ვადაში დამთავრდა მშენებლობა და თანაც მაღალი ხარისხით. რესპუბლიკაში მხოლოდ 2 ასეთი შენობა არის აშენებული. ერთი არის ვანში და მეორე ქარელში. ვანში ჩვენზე ადრე დაიწყოს მშენებლობა, მაგრამ მე უფრო ადრე დავამთავრე. ეხლა პრობლემა იყო, რომ გადავსულიყავით. ბანკის გადატანა ადვილი ამბავი არ იყო. გაუკეთე ორგანიზაცია, ეხლა ძიმეწონიანი სეიფები იყო, ინვენტარი იყო, რამე, საბუთები იყო, დოკუმენტაცია, ფული.
ისე გავუკეთე ორგანიზაცია, რომ ყველაფერი ნორმალურად გადავიტანეთ. და შევედით თუ არა ბანკში, მაშინვე ფეხდაფეხ მოყვა რევიზია. ესე რევიზორი და ჩვენ ერთად შევედით ბანკში. ეხლა მე დაიმედებული ვარ, რომ ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა და უცებ მირეკავენ თბილისიდან. თბილისში უნდა ჩამოხვიდე, უნდა დაგსაჯოთო. მაინც გამიკვირდა რაშია საქმე მეთქი. მithქვეს, რომ ფული გადაიტანე შენ ახალ ბანკში ისე, რომ სიგნალიზაცია ჩართული არ იყო. ფაქტურად სიგნალიზაციას ჩართული იყო, ყველაფერი გაკეთებული იყო და ვიღაცამ არასწორი ინფორმაცია ჩაიტანა იქ. მივყვანე რევიზორი და ვალაპარაკე მერე იმათ. რომ აი ეს ასე გაკეთდა, ასე გაკეთდა მეთქი, იცი რომ რევიზია მიშველა მე. ხო და მერე ბოდიშიც მოიხადეს, რომ ყველაფერი კარგად ყოფილა გაკეთებულიო, მაგრამ მაინც კურიოზად მომეჩვენა, მე ვფიქრობდი, რომ მადლობა უნდა დამემსახურებინა იმ ყველაფრისათვის, რაც გავაკეთე და ფაქტიურად საყოველთაოს მოცემას მიპირებდნენ. ქალბატონო თამარ, მიუხედავად იმის, რომ თქვენ ბრძანდებოდით ბანკის მმართველი, თქვენ ამ დიდ საქმეს ემსახურებოდით, თქვენ მამაკაცურ საქმეს უდეგით სათავეში, თქვენ ბრძანდებით ქალბატონი დიასახლისი და ებრაელებს გაქვთ განსაკუთრებული კერძები, განსაკუთრებული შემადგენლობის, განსაკუთრებული გემოს და ყველაფერია განსაკუთრებული ებრაელურ კერძებს. ხომ ვერ მეტყოდით თქვენთვის საყვარელ კერძს და თუ საიდუმლო არ არის დამზადების რეცეპტი. ებრაული კერძებიდან მე გამოვყოფდი ხენაგს. დარწმუნებული არცა ვარ, რომ ნამდვილად მხოლოდ ებრაული კერძია, მაგრამ მაინც ხენაგი, რომელიც მზადდება ქათმის კუჭმაჭისაგან, ნიგვზისა და კვერცხისაგან. გამოვყოფდი აგრეთვე ჟარკოვს ეძახიან, რატომღაც რუსული სიტყვით მოიხსენიებენ, ქართულად შემწვარს ნიშნავს, რომელიც მზადდება ხორცისაგან, კომშისაგან, კარტოფილისაგან და რომელიმე კურკოვანი ხილის ჩივისაგან. აღნიშნავ აგრეთვე ყავიას, ეს კი მგონი ნამდვილად ებრაული, სუფთა ებრაული კერძია, რომელიც კეთდება შემწვარი ძროხის ხორცისაგან და უკეთდება ყვაწარახის საწებელი და ციცაკა აქვს ბლომად. განსაკუთრებით ამას კარგად ამზადებენ დასავლეთ საქართველოს ებრაელები. მე არც ვიცი მაგის. აბა ძალიან გემრიელი იქნება. გემრიელია ძალიან კი. ქალბატონო თამარ და ბოლოს რას უსურვებთ თქვენ ქართველ ხალხს? ჩემს საყვარელ ქართველ ხალხს უსურვებ ყველაფერს კარგს და საუკეთესოს, ბედნიერ მომავალს, მშვიდობას, წარმოების განვითარებას პირველ რიგში, რომ ბევრი სამუშაო ადგილები გაჩნდეს, ეკონომიკურ და კულტურულ აღმავლობას, ტერიტორიულ და ეროვნულ მთლიანობას, გამთლიანებას და მთელი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც ყველაზე დიდი საკტივარი არის ხალხისა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამოსწორდება. დიდი მადლობა ქალბატონო თამარ. აი დასრულდა ჩვენი შეხვედრა ქალბატონ თამართან. ამ შეხვედრამ დაგვარწმუნა, რომ ქალბატონ თამარს გასავლელი აქვს გზასებდიანი და სანატრელი გზა იერუსალიმისაკენ. ქალბატონო თამარ, ჩვენ წილად გისურვებთ, რომ 1998 წელი ყოფილიყო საწყისი თქვენი ბედნიერი მომავლისა აღთქმულ მიწაზე.